სტუმარია, ადამიანი პოლიფონია, ქართული ხალხური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა და ენციკლოპედია, რომელმაც მთელი საქართველოს შემოიარა და უნიკალური ჩანაწერებით შეაგროვა და ქართველმა ხალხმა მას მადლიერებით და სიყვარულით საქართველოს ბულბული უწოდა. მას ასე გიორგი უშიგიშვილი. საკარგია რომ ჩვენ ისე ცნობილი მე ქართულესა ვიჩევ ხდა ეს. ეგრე უნდა. უშიკადო გაროგებს ისე წარგადგენეთ გენაცვლია. ფანტასტიკურა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. თქვენ ახლა მაინც სუბიექტურები ხართ ჩემს მიმართ ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს საერთოდ და ამიტომ მეგონი მაყურებელი დაგვეთანხმება რომ არ გადაგვიჭარბებია ცოტა დავაკელით კიდევ ეგალია ჩვენ შეგვირქვევია გენაცვლია ექსახელი შეხო საქართველოს ბულბულს გეძახია ხო და ხო იცი როგორ არის ანუ ბულბულებში კიდე რანაირად არის იცი ვინც რომელი ბულბულის ყველაზე კარგად გალობს იმას ბულბულები ეძახიან უშიკას უშიკა ყველაზე მაგრა რომელი ბულბულიც გალობს ეძახიან უშიკას ის წინ დამიყვება ყველა ინგლების უშიკა ნეტა აბასაიდა გაიგო ეგ ყველაფერი ესე იგი ესეც იმ ბულბულების გუნდში როგორ გიგადონი ყველაფერი ვიცი მეც იმ ბულბულების გუნდში ვარ როგორ ბოლოს მოყვები შენ ნელა მოდი უშიკას მისი ხმა მისი სიმღერა საქვეყნოდ კი არა ცნობილია მთელ მსოფლიოში როგორი მომღერალი ყავს მაგრამ ასევე არანაკლებ ცნობილი არის მისი სიცილი აი თუ შეამჩნია როგორ განსაკუთრებით ხო და აღარ გავიცინებ რა არა უნდა გაიცინო იმიტომ რომ ეხლა ხათაშორის ხელახლა ხო დავიწყე სიარული საქართველოში ეს ჩვენებური ევროპა ხო და ამაგარი პროექტი და ადრე ხომ ხდებოდა და მეუნებოდა ვახშე გენაცვალე როგორი სიმღერა და ეს სიმღერა და ეს სიმღერა და ეხლა გადატრიალდა ისე როგორ და აუ როგორ იცინი და უში კიდე რა გითხარ ისე შენ ეხა მთელი მსოფლიო რომ მოვლილი გაქვს აღვნიშნეთ კიდევაც რა და ჩვენი თემა მონოლოგში თუ შეამჩნია იყო ერთ-ერთი რა რომ სერვისი მაინტერესებს აი მთელი მსოფლიოს მოვლის დროს აი ყველაზე ესეთი უცნაური ან გამორჩეული სერვისი რაც მახსენდება პირველი ეს არის რომ ლონდონში ვარ ჩასული პირველად და ჩემი მეგობარი დამხვდა რომელმაც რაღაც პაბები რო არის იქ შევედით მოკლედ რა და მაგათი ძალიან საფირმო ისაა რომ ლუთთან ერთად მოაქვთ ეს შემწვარი კარტოფილი ფრის რო ეძახიან ჩვენთან რამდენი უცხო სიტყვა ვიხმარეთ უკვე და იმაზე აქვს მოსხმული ყველი გამდნარი ყველი და აი მას რაღაცა ჭამ ლუთთან ერთად და ნუ ფანტასტიკური რაღაცაა რა და ერთი ხო შევჭამეთ და მე ვთხარი ზმურად მეორეც ვთხარი მეთქი რომ მოიტანოს მეთქი რა და მოიტანა ლუდი მეორე და მოიტანა ეს კარტოფილი ხო ყველი მოსხმული არა აქვს არა და ბაღი ზომი ხა ის რაღაც ფრი ხო ყველგან შეიძლება შეჭამო მაგრამ აი ის იყო რაღაც სასწაული რა და მე ვთხარი რაღაცა და ეს უთარგმნის იმ ბიჭს შეუნება რომ ისი რა არისო ჩვენ ეს გვინდოდაო რა ყველის მოსხმაო და იცით რაო ამ მითხრა რომ ზარეული დასტრესილიაო და ყველას ვერ მოასხავს თუ ხუბროთ არა მართლა არა უბრალოდ სტრესია ეს არ უნდა მოგიყოლა ჩვენთანაც გაიგებენ ამბავ ჩვენთანაც გაიგებენ აი ვერაფერი ვეღარ თქვი თუ გაი ხო ნუ არა აუ ეხლა თუ ძმახარ ყველა მაგას აი ხო წარმოგიდგენე ხო კარტოფილი ამოიღო გააბწყნა თუ რაღაცა დაჭრა ჩაყარა შეწვა ყველთანა და აი მე ყველთან რომ მივიდა იქ დაისტრესა ყველთან იქ დაისტრესა და აი ეს უბრალოდ ვეღარ მოასხა რა სტრესში ვარ და გაიტანეთ ნახევარ ლუცი აუ ეხლა ნახე შენ ქართულ დუქნებში რო შეყვა და რო გეტყვიან რომ იცი რა არის აი ხინკალს ხო მოგიტანე და პილპილი ვეღარ გენასვალე სტრესია ჩვენი გარეული და ვეღარ გამოიწვია არა ხო წარმოიდგინე რამდენი რამე გააკეთა კაცმა იქამდე რომ ის ფრი ჩვენამდე მოსულიყო კი კარტოფილი დაჭრა შეწვა და ყველთან ვეღარ მივიდა ვეღარ ეს არ შემიძლია როგორ თქო დამას ინგლისურად ახლა I can't do I'm in stress ushik George Ushikishvili is like I'm stressed უშიკ მოკლედ ყველაფერი შეიძლება მიაბა სტრესს რა იმათო მაგარი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შენი ეს ახალი პროექტი ჩვენებური ევროპა ძალიან მაგარი რაღაც დაიწყე ძალიან მაგარია მოკლედ ნახეთ ხო ახმეტით დაიწყო მისი მშობლიური ახმეტით აბარასიზამ და რას გააკეთე და ნუ ძალიან მაგარი ხარ ძმო ისეთი პროექტია რომ მაგარი გამოხმაურებაც მოყვა ძალიან მოსწონთ კი ხანდახან მინდა ასე ვისარგებლო შემთხვევით და რა თქმა უნდა გამჭვირვალობა საქართველოს მადლობა გადაუხადა და მთავარ არხს და იმ არაჩვეულებრივ გუნდს რომელიც
ჩემთან ერთად მუშაობს, მართლა ყველას უღრმესი მადლობა და ყველას მინდა ერთი რამ უთხრა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება გადაჩემა ლამაზად ჩანს, მათ შორის ესეც, მაგრამ აი გადაცემის უკან და ზოგადად სამუშაო პროცესი არის ძალიან რთული. შესაბამისად, ის რომ აი ყოველ კვირა დავდივართ და რამდენიმე დღე და მზის გულზე და ასე ვთქვათ, იქ იწერდა, ბევრი ადამიანის მოძებნა გიწევს, საკმაოდ რთულია, მაგრამ აქვე მინდა აღვსოს საკმაოდ სასიამოვნო და საპასუხისგებლო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან კარგ რამეს. ეს არის რომ აღმოვაჩინოთ კი არა, ვაჩვენოთ ხალხს ჩვენში რა არის ევროპული და რა არის ღირებული. ეს ეხება მუსიკას, სამზარეულოს, არქიტექტურას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც მართლა ძალიან საჭიროა, რომ ბევრმა აღმოვაჩინოს, რომ ქართველებს რაღაცა საინტერესო გვაქვს, რომ მართლა გეუბნები, ბევრმა ადამიანმა არ იცის რისი როგორი უნიკალური მემკვიდრეობის მფლობელები ვართ. გინდა მუსიკაში, გინდა არქიტექტურაში და ასე შემდეგ. უბრალოდ ადამიანები არ ცხოვრობენ ისე, რომ ბევრი ასეთი შემთხვევაა, რომ მაგალითად ასეთი რაღაცები იცოდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და კარგია რო აჩვენებ ეს. მე უფრო მეტად გეყვარება შენი სამშობლო. რა თქმა უნდა. უფრო მეტი კარგი ძიმის შესაძლებლობა. ყველა ერთ-ერთი ადმოჩიო ყველაზე სასწაულო პროექტია, რასაც შეგვიძლია რა ვიცი. კარგი, მოკლედ უშიკა ძალიან საინტერესო ამბებს მოგვიყვარდა. ამბები კიდევ ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ თამაშები გვაქვს ძალიან კარგი და მშვენი. აქ ამბების მოსაყურად ხო არ მომიყვანეთ. კი, ამბების მოსაყურად ხე როგორ ყურადღებით ზედმეტად არ იმასაკრათ მეთქი რა ქვია. ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ ჩვენ გაფრთხილებას და გაგიკვირდება და უნდა გამღეროთ. ეგ სიმღერა არ გამიკვირდება. ძალიან პროდუცერი ბადები აღმოჩნდით. გააჩნია მაგას რას გამღერებთ და როგორ იმღერებთ, ამას ძალიან მალე ვნახავთ. დროებით. ამ თამაშს მეგობრებო ქვია ახური ტიტანიკი. აი ესეთი თამაში გვაქვს, რაში მდგომარეობს ახლა? ტიტანიკის საუნდტრეკი გაჟღერდება ახლა, რა თქმა უნდა, უტექსტოთ. სუფლიორზე წავა ორიგინალი ტექსტი, ოღონდ ქართული შრიფტით. და ასევე უნდა წაიკითხოს და იმღეროს უშიკამ ქართული შრიფტით დაწერილი და ქართულ ვარიანტში. არავინ არ იფიქროს მართლა პირველად რომ ან მოვამზადე, ან ვიცით რომ არაფერი არ მომზადე, სურპრიზი. მართლა ამიხსენით რა უნდა გავაკეთო. აი, აბა მითხარით? კაცრად აუცილებლად როგორ ტიტანიკი რო ალაზანზე რო ჩავდიდა გავაკეთე. გემის კოლექტივზე. ჩვენ ზედუნ ავიტავთ ხინკალ წვადი ხაბაბი ყველაფერი, ხო? თავარი ესენი ქართული ხალხური ჩახუჭუჭებები უნდა აიტანო ტიტანიკზე. თავარი არის ეგ. დანარჩენი ტექსტი ჩვენ ქართული ფონტით, ხო, ქართული ფონტით დავწერეთ ინგლისური სიტყვები. ნუ უცნაურია ხო ძალიან my heart will go on აი დაახლოებით ეგრე. მაგრამ ესე უნდა. მაგრამ ასე უნდა იმღეროს. ანუ ფუკი არა თქო ფუკ. არა, თუნდა. აი სწორად გაგვიგე. სწორად. ეშმარიტი თუ შემეშალა ახლა არაფერი ახლა რომ ტიტანიკის მომღერალი მე ვარ. აუცილებლად შეგეშლება, იმიტომ რომ ყველაფერი შეცდომით გვიწერია. ეს არის ყვარეს ეცხრება. ეს არის მთელი ხრიკი. უშიკ, ასე რომ ყვარეს ეცხრება ტიტანიკი. ასე რომ შენი ჩახუჭებები რა ტიტანიკი აგიტყდათ ამ შუა პანდემიაში. ის ხო იციან, ესეც გაიგონ ცოტა. ხო, კაი. აბა გავამხნევოთ უშიკამ. Every night in my dreams I see you, I feel you. There is how you know you go. Para cross the distance and the spaces between us. Oh, how I come to show you, you. ეგეც შენი ტიტანიკი ალაზანზე. ალაზანზე ტიტანიკს გაუმარჯო. დავარჩი თავი.
ეს რო უსმინო. გადაამღერეთ ხელახლა ტიტანიკი. ტიტანიკი ხელახლა გადაამღერეთ. სამის კამერა ეს გადასვლა. გეუბნები რა. მადლობა უში, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ეს თამაში შედგა. ჩვენ კიდევ ერთი თამაშით დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ჰოპ. ჩვენი შემდეგი თამაში გახლავთ სახელწოდებით უცხოელის ჰანგები. ჩვენი მეგობარი ფილიპინელი მეგობარი ბატონი დანიში, მოგესალმებით დანიშ. დანიშ. აი როგორც ხედავთ, მორგებული აქვს ყურსასმენები, სადაც ჩვენ გავუშვებთ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ასევე რამდენიმე პოპ სიმღერას და ბატონი დანიში შეეცდება რომ რაღაცნაირად მიამსგავსოს სიტყვები და მელოდია და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ. გუნდებად ვიყოფით მე და ნიკო გრიგოლია და ილო და უშიკა. მოკლედ, კარგი. მზად ვარ? შუაში ხوار დავაყენოთ ჩვენი სტუმარი და აქედან შევაყენოთ. ყურადღების ცენტრში. პრიზმან. აბა. აბა. ან ჩვენ ვიცნობ თუ დასწრებაზეა გამოცნობა. დასწრებაზე არის გამოცნობა. თუ დავასახელეთ ვერსიას, მე გაჟღერდება ორიგინალი ისე რომ გავიგებთ, სწორია თუ არა. აი. Are you ready? Danish? Ready? Yeah, let's go. Let's go. Can we start it? Yes, let's start it. აბა წავიდა. სანგადო გოგონა არ არის კაცო. დაბადარარე რა არის ესა რა ვიცი მე. აი უსო ვერ გამოვიცან. რა იყო ნახოთ. კეთა რასია მონები მღეროდა და როგორ ჩამუშალე. Argi დავწყვეტით Argi მეგობრებო დავწყვეტით შემდეგი. ავიდა. ასე იგი ხალხური არ არის. ეს რაღაცა ლექსენია რაღაცა. კოპია. ლექსენია. ხო. არა. რეპია რაღაცა. Some kind of wonder of the either. რაღაცა ეგეთია ლექსენია. ვერსია ლექსენი და მოგვეცით მუსიკა ორიგინალი მოგვასწრებთ ჩვენ აჰა ლექსენია მუსიკა პირველი მე მოწნობილი ლექსონოლოგი ვარ კაცო ჯობილი ლექსონოლოგი ვარ მე შეუძლებელი ლექსონოლოგი Argi დავწყვეტით. არა ყველაზე მაგარი რა არის იცით რომ თავისი ნამღერი ვერ გამოიწოდა ლექსენი და ასოები ვერ ჩამს ეგიბიტო რომ ლექსონოლოგი ვარ და არა ჩემი ფსიქოლოგი Argi დავწყვეტით. წავიდა შემდეგი. Demio, Combenayo, Abisanatse, Kabilu. ქართულია ძალიან. Kemino. Kamisamina, Uzumi არ არის. Kamino. ავიდა დავწყვეტით. აბა შემდეგი. ქართული
შინამანების სიმღერა, შინამანიკერი შინამანიკერი. არა, მე ვარ გამომცდები, ჩვენ გავყოფილი გვაქვს, თქვენ როგორ აგათ? მე ხალხურების გამომცდები ვარ, ეს თანამედროვე მუსიკის. ეს არის ექსპერტი თანამედროვე მუსიკაში. პოპის მე ლექსონოლოგი ვარ და ფოლკლორისტი. ჩვენ თუ ყავთ ძმაო ლექსენოლოგი, ჩვენ შინამანაკენოლოგი გვაქვს. მართალია. ასე რომ ჟანრებს ნახოთ, ეხა რაღაცა ხალხური მოასპეინეთ ამ კაცს, რატო ასპეინებთ ამ? ორდა ხალხურს ყველას გამოიცნობა. არ რატო გამოვიცნო? რაღაც უცნაური ვერ გამოიცნო. შემდეგი წავიდა ისე კარგად მარი არ ვიცი ჩვენ რა და ჩაუღებავდი შენ ხო იცი აი ისე კარგად ესმის რატო კაი მასპინძელი ხარ ის თქო ყველა. ხოშიანია სტუმარს არ უწყობთ რა არ გიგე ორი სტუმარი ხარ ჩვენ. ჩვენ სტუმარ აბა მოусმენ აბა შემდეგი შვიდობი შვიდობი როგორ ესმის? მადლობა. როგორ ესმის ისი? ორი თუ ორი. უნდა ვიცოდე. მომაუნები ისომე. არა აბა როგორც არის სიტყვა შვიდობა იცოდა კაცი მაგრამ მე ამან იქ რო გადავიდო და გავადრო აი რა სამმაგი მოდულაცია რო ხო აი ზაყაი. კიდე ორით ორია და შემდეგი Sebazio da Periam, Someda Periam, ჩემო ფერია Semeda Chip, ჩიტონ Chitana Periam, ჩემო ფერია Semeda Logis, Someda Periam, ჩემო ფერია Someda Maxem, Donameda Periam, Peria, Peria, ის მე ვარ ამ ღერია არა სოურელები ღერია კაცო ანეგარი ან მე ვარ ერთი რომელია მგონი შიკამ გამოიცნო. აი გვიგებ ბაზარი არა აი შემდეგი მე იქ მივხვდი ბერია მაგრამ მან მივხვდი სტალინი და ბერია კარგი ორდა შემდეგი. სამით ორი სამთორი Oh, Peria, Champena da Peria, ხალხური 100%-ია Oh, ხალხური 100%-ია ნახე როგორ დაიხედა და ხალხურს ღერის 100%-იანი ხალხურია ხოიცა ბებია Cuando examiné, ciao de come so. ჩავდე Sapida. თავის ენაზე მღერის, რა ჩავდე, შეიძლება იქ მოვედი. ვაიმე ბიჭო მან გავიგე მოკლედ What the hell are you saying? Wait, it's hard. Ben, You are never ეცბეცა mo. წინწყარო? არა რადგან მე ვარ აქ მოსული შეიძლება ეს იყოს წინწყარო მაიმუნობას ყოს ადგილი შეიძლება არ იყოს რა აი ლოგიკა მაინც უნდა გახმარება ხიდის წინწი
გეშა. რანაირად უნდა გამოეცნო? ინტუიცია. არა, ყველაზე მაგარი არის, სოლოზე გავარტყი, რომ სოლო ვატყო და იგაჩვენებულია. ხო, მაგრამ შემდეგი ერთი გაბაგებინე ბებია რა შუაში იყო ჩაკოლოსთან და გაბაგებინე. ბინდის ფერია იყო ბებია. არა, ბინდის ფერია მან. ბებია. ეგ იყო. ბინდის ფერი არის. შემდეგი ოპია ბიჭო ჩარტე ეხლა მიდი რაღაცა ხენი. თავი ამტკივია ბიჭო. მაიცა. კვიკეთებს. ეხლა ეს ნახე თუ აბა. რა არის? აი ხა პაუზა. Sangala moda mana gogona. Sangala gogona. Gogini gogini gogini. Gogini gogini gogini. Gogona. Sangala gogona. არგი გვაკიდე მეგობრებო ლივს არ კიდე რა გამოიწვა. ხო კიდე ერთის რა თუ ჩვენი სტუმარი არ დაიღალა. ახეთი იგებს. ახეთი იგებთ კი აუ ბიჭო რა კარგია. ძალიან კარგი. Magragdebe da gebi. Magragada gabi. მაგრამ დახკარი. Magragda teshi meshi. Oria demeni. Sopeseli gadoliruko. აკა დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მარტო ის შეუძლია რომ ფილიპინელის ნამღერი ორ ნოტაში გამოიწვიოს. მეგობრებო ასე დამთავრდა ეს თამაში უზარმაზარი ეს ჩატყობილი იყო ბიჭო. არა, ხუთი წამის მოგონება პრესტიჟის გოლი გავატანე. მადლობა. ისიც იმიტომ რომ ერთი კახელია. ძალიან დიდი მადლობა. შენ რო არა ეს თამაში დღეს გასედგებოდა. როგორ გამოვიდოდა რა არა, უშ ძალიან მაგარი. დიდი მადლობა. დავაცილოთ ჩვენი სტუმარი დანიში მადლობა დანიშ ხო დროებით. ბრავო კიდევ თუ გესტუმრები ძალიან გაგვახარებს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ ადამიანს კიდევ ვიხილავთ თავისი მუსიკალური მონაცემებით ჩვენთან შოუში ხო? მოდი შევთანხმდეთ რომ კიდევ მოვიწვევთ ამ ადამიანს. მე აუ შემიძლია ბატონო ეს არის ჩვენი მაკაცი ამით მას ასე დღევანდელი ჩვენი გამარჯვებულია გიორგი უშიკიშვილი ბრავო მადლობა. გიორგის საჩუქრად გადაეცემა ლიდერბეტისგან ლიდერ კარდი, რომელზეც 500 ლარია დარიცხული, თუმცა ჩვენი თამაშები ასე არ დასრულებულა გიორგი. ჩვენ ახლა სტუდიის გარეთ გადავინაცვლებთ და თუ რა თამაშ შევოგთავაზებთ, ამას ძალიან მალე გაიგებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუდიის გარეთ, ჰასკი მოტოპარკში და შემოგთავაზებთ დავარქვათ თამაში. ნამდვილი ქართული ხალხური ექსტრიმი. ესე გადაიწია. მე მგონი ჩოხები მოგვიხდა ძალიან შეიძლება სტუდიაშიც გადავიდეთ ჩვენი ჩოხები სტუდიაში გადავიდეთ ჩვენი ჩოხები. Rasage kha. მოკლედ მეგობრებო ესეთი ამბავი გვაქვს ერთი ბულბული გიორგი უშიკიშვილი და 100 ცხენი ჩვენს ბორბლებზე ახლა დავიხუროთ ჩაფხუტები უსაფრთხოების წესები დავიცვათ მანქანით 100-ზე მეტი დამნიბზაურია. ეხლა ივლი. თან მithumet ეს სიმღერას ხახეთის დაკეთს 11-ია 100 სიარულის დროს. უშიკ ახალი სცენა გვაქვს შენთვის რა? ახალი სცენა ეს შენთვის ახალი გამოწვევა ახალი სცენარი. აი წარმომიდგენია მე გუნდი რომ მოყავს ყველგან ხო ნამღერი და მაქვს. მათთან ერთად რომ ღერით აი აქ დავედით ბიჭებო აბა რა? დავედით კი რა თქმა უნდა უშიკ საპატიო ადგილას. აიგენას. უშიკ მსგავსი გამოცდილება არ ქონია ის დაირევდა. სიმღერასაც არ გულისხმობ უბრალოდ თუ გის ამოდი ხოლმე ბიჭები გაგასეირნებენ ვანიკოვ შეარჩიო სიმღერა. ვანიკო ფარალო წავიდა. მე დავიწყო, შენ დაიწყეთ ძრავი ჩავთოთ 100-ვე ცხენიავლესოთ მოეჭიდეთ ბიჭებო და გულით და სულით იმღერეთ არც ერთ შემთხვევაში სიმღერა არ უნდა შეწყვიტოთ კარგია ხანაღლა ითხარო გორგავანელო ჰარალო კალოშენი სენტრიკავა ასმიკოლდავ დინარესო ჰარალო ავადელა დელიადა ნეტავი გამაგებიდა ვინგა კოცამ დინარესო ავადელა დელიადა
სცენა მირჩევნია სცენაზე მირჩევნია აღარ გინდა კაცო ცოტა ხმებში გაგაშლები სცენაზე ჯობია რა იყო კაცო ეს უშიკ მადლობა ეგეთ სცენაზე მე მგონი ცხოვრებაში 80-ზე მეტი თან მიგზავრია ძმაო და რა გავაკეთო თან ვიარე 200 და თან ვიმღერ